შეიძლება თუ არა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გასაიდუმლოებული და მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტი, რომელიც დედამიწის წიაღში უხილავი მიკროსკოპული ნაწილაკების შეჯახებით სამყაროს საწყისებს იკვლევს, სინამდვილეში პლანეტის განადგურების საიდუმლო იარაღი იყოს. სწორედ ეს საზარელი და იდუმალი კითხვა პირდაპირ მიგვიყვანს დიდ ჰადრონულ კოლაიდერამდე, პროექტამდე, რომელიც დღემდე თანამედროვეობის ყველაზე დიდ მეცნიერულ გამოცანად რჩება. შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარე დასახლება CERN-ში 100 მეტრის სიღრმეში აგებულ 27 კილომეტრიან მიწისქვეშა გვირაბში მეცნიერები სამყაროს შექმნის ამბებს იკვლევენ. ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით და ამავდროულად უდიდესი რისკით ხდება. ოფიციალური მონაცემებით კოლაიდერის მთავარი მიზანი პროტონების სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სისწრაფით შეჯახება და სამყაროს ფუნდამენტური ნაწილაკების, მათ შორის ღმერთის ნაწილაკად წოდებული ჰიგსის ბოზონის კვლევაა. ნაწილაკების აჩქარება, მაგნიტური ველების მართვა და გიგანტური ენერგიის კონცენტრაცია მიწისქვეშა ლაბორატორიებში ყოველწამიერად მიმდინარეობს. მაგრამ ყოველი ახალი ექსპერიმენტისას მთელს მსოფლიოს შიში იპყრობს. არსებობს გიჟური თეორია, რომ 2012 წელს მსგავსი ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა უკვე გაანადგურეს დედამიწა და ახლა ჩვენ ყველანი პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ, ისე რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. რასაკვირველია, ამ გრანდიოზულ სამეცნიერო მიღწევას ზურგს უმაგრებს ათასობით ფიზიკოსისა და ინჟინრის თავდაუზოგავი შრომა, თუმცა მე ყურადღებას ვაქცევ საეჭვო დეტალებს, რაც გლობალური საფრთხის შესახებ ეჭვებს ბადებს. საინტერესოა, რომ ჩემი მთავარი არგუმენტი მიკროსკოპული შავი ხვრელის წარმოქმნის ალბათობას ეყრდნობა. ჩემი აზრით, ნაწილაკების ასეთი ძლიერი შეჯახება გამოიწვევს უმცირეს შავ ხვრელებს, რომლებიც დროთა განმავლობაში დედამიწის შიგნიდან შთანთქმას დაიწყებენ. კვლევარები მუშაობენ ისეთ ექსტრემალურ პირობებში, სადაც უმცირესი არითმეტიკული შეცდომაც კი კოსმოსური მასშტაბის კატასტროფას ნიშნავს, თუმცა ოფიციალური ანგარიშების მიხედვით ეს ნაწილაკები წამზე გაცილებით ნაკლებ დროში ყოველგვარი ზიანის გარეშე ქრებიან. პროგრამული და ფიზიკური გამოწვევების მიღმა კი უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი და მისტიკური ინტერესები დგას, რაც მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. როდესაც ვიცით, რომ CERN-ის ტერიტორიაზე ინდუისტური ღვთაების სამყაროს დამანგრეველი შივას ქანდაკება დგას, ბევრს გვიჩნდება კითხვა, რას ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი. ამ ეჭვებს მივყავართ ყველაზე ცნობილ თეორიამდე, პორტალი პარალელურ სამყაროში, რომლის მიხედვითაც კოლაიდერი არა ნაწილაკების ამაჩქარებელი ხელსაწყო, არამედ სხვა განზომილებების გასახსნელი პორტალია, რომელიც შეცვლის ჩვენს რეალობას და გამოიწვევს ეგრეთ წოდებულ მანდელას ეფექტს, როცა კაცობრიობის კოლექტიურ მეხსიერებაში წარსულის ფაქტები უცნაურად გადაიწერება. ან იქნებ ვიღაცას მყარს მიღმა უნდა გასულა, მაგალითად იმ არსებას, ვინც ღმერთს აუჯანყდა და ვინც ამ სამ მყაროში გამოკეტეს ამ ყველაფრის გამო. ასევე არსებობს ვერსია, რომ CERN-ში ჩატარებული ექსპერიმენტები დედამიწის მაგნიტურ ველს აზიანებს და ამინდის ანომალიურ ცვლილებებს იწვევს, რასაც მალავენ. ცხადია, ჰადრონული კოლაიდერის არსებობა სამუდამოდ შეცვლის კვანტური ფიზიკისა და მონაცემთა დამუშავების განვითარების ტემპს. სწორედ CERN-ში არსებულ ლაბორატორიებში ვითარდება და იხვეწება გლობალური ციფრული ქსელები, რაც საფუძველს უყრის ჩვენს მომავალ ტექნოლოგიურ ეპოქას. საბოლოო ჯამში ადამიანის ამბიცია გახდეს სამყაროს მმართველი, მისი პირადი სურვილი სულაც არ არის. ეს უფრო იმ არსების გავლენაა, რომელსაც ღმერთობა უნდოდა, მაგრამ საკუთარმა ამბიციებმა ამავე სამყაროს სამუდამოდ ყვედ აქცია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ. ეს მხოლოდ დასაწყისია. გამოიწერე გვერდი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს.